კურსის შემდეგ გიგიზმო ძალიან ჩავიფუშე. მოდი რა გიგმები გაქვს? ეგ გითხარი რა. 13 წლის მივიყიდე სახლი. ხარდება ეგ ძალიან დიდი პროექტია ჩემი ძმა. ნუ ელა. ჩეპე. თავარი მონაწილეობა ძმა. რა თავარი მონაწილეობაში დადაგდე სარკესთან იპოზიორი რა გაიგდა ხარ და იმტივებს ეჯიბრები. ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულმა ბოდიბილდინგმა. მე ქართულმა ბოდიბილდინგმა მაგრად განმომითარა რა. აი შენ კაი ტურნირი მოიგე ძალიან, ბაზარი არა. რობაქიზე მოიგო მაგარი ტურნირი. პრო გახდა. მინდიამაც კარგი ჩემპიონატი მოიგო. ხო, მინდია ჭინჭარაულმაც ელი პრო გახდა. ჩვენ ღიად ლაპარაკობთ ყველაფერს. ჩემი ძმა. სამით მეგობრებო. ეს ამდენი ხნის მერე 3 წლის მერე პირველად ვარჩევთ ა? კი, 3 წლის შემდეგ პირველად გვაქვს ესე თქვათ ვარჯიშის ვიდეო თქვენთვის, YouTube-ისთვის, ბოლოს Matrix-ში ვარჩეთ, მე ვემზადებოდი. ეხლა გავცვალეთ ადგილები, ეხლა გიგი ემზადება და მე აბსოლუტურად მაგრამ მე ჯერჯერობით ბალიზე მიდევს თავი. იგი, რავი, დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც მოხდა შენ ცხოვრებაში, 3 წლის განმავლობაში ჩემთანაც ბევრი რაღაც მოხდა. როგორც ხდება ხოლმე რა. ჩოლობრივი ადამიანის ცხოვრებაში, ასევე სპორტსმენის ცხოვრებაშიც და რავი ვიცი. ვილაპარაკოთ და თან ვივარჩევთ. ეს ვივარჩევთ, თან დელტებს გავაკეთებთ. რაღაც საგიჟეთი ვარჯიშები და წონები არ გვექნება, იმიტომ რომ გიგი ისვენებს ახლა შეჯიბრის შემდეგ როგორც ვიცით. კი. ეს სასწრაფო ცოტა შესუსტებულია ყესები, ახლა გამოვიდა შეჯიბრის პერიოდიდან და ხო ცოტა ხანი რაღაც სარეაბილიტაციო ვარჯიშები აქვს, ესე რომ დავარქვათ რა. ამიტომ ნენელა დავიწყოთ ვარჯიში, გავხურდებით კარგად და თან შევადაში გვილაპარაკოთ შენ ამბებში რა ხდება, შეჯიბრის ამბებში რა ხდება, რა გეგმები გაქვს და ასე შემდეგ. რაც თავარია ჩვენ აქ ვართ და თქვენ შეგიძლიათ აი ამ ვიდეოს უყუროთ. და ამის მერე ერთი ვიდეო უკვე თავისთან დაიდება პოდკასტი. ხო, ასევე იქაც სიგიჟეები იქნება ჩვენ ყოველთვის მორჩები თუ არა ეგრევე იქნება. კი. ამიტომ კაი, მოდი დახურებით დავიწყოთ ახლა და შევუდგეთ საქმეს რა. რაღაც წონაზე ავედით ჩვენ ხო კარგად გავხურდით. კი. სამუშაო წონაზე ამით ვიმუშავებთ წიანდელტებს და ახლა მისვლას გავაკეთებ და თან შეგადაშეგ მოვყვეთ რა ხდება. ბოდიბილდინგში დღეს საერთოდ რა ხდება ბოდიბილდინგში? შენ შეეუნათ შენთან რა ხდება ბოდიბილდინგში? მე არა საქართველოში რა ხდება ბოდიბილდინგში. ო, ეგ ისე გახილოთ უკვე საინტერესო რაღაცები ხდება და საერთოდ დარწმუნებული ვარ ბევრს საინტერესებს. აი. ხაზომ რაღაც უნდა ვიცას თავი მზადებაზე და აბა დავილოდოთ მისთვის გაკეთებას. დავაი. ჯანზე არ ვარო და რა ვიცი ჩემო. ნუ წავიდა აბა ერთი მისვლაც და აბა შენ მოგვიყევ ერთი შემზადებაზე. რაღაცო ისო აინტერესებს ხალხს. ხო, მზადება. დამიჯერეთ, მე რომ მზადებას დავიწყებ და ცოტა გეცვენდებათ, დავაგიგი. მე აბუთავებს სწორებს, წავიდა. კაია. დავაი. საო. დავა. ეი. კაი. ნუ მოკლედ ჩემ მომზადებასაც შეეხება 30 თვეა დაახლოებით არანაირი ფარმა საერთოდ რაღაც ბიზნესებში გადავერთე. ჩემი კაფე გავხსენით, სპეშალტი ყავას ვაკეთებთ, სალაგერ გვერდზე გოგოების საორშო სივრცე გავხსენით, ვერონიკასთან ერთად გავაკეთე ყველაფერი და იცი როგორ შეგრძნა მაგ რაღაცნაირად რომ აი თითქოს აი ახლა რაღაც რომ მოვიგო კიდე რა თითქოს აი არაფერს აღარ მიმატებს უკვე რა ხო ხვდები ანუ ის შეგრძნება აღარ მაქვს ინტერესი უკვე ამოიწურა რა თქმა უნდა აი რომც მოვიგო უფრო მაგარი რაღაც იმაზე რა ვიდრე მოგებული მაქვს თითქოს აი არაფერს აღარ მაძლევს რა ხო ხვდები ეხლა გადართული უფრო ეხლა რომ მკითხო медали თუ ფორმა გეტყვი რომ ფორმა ანუ ფორმა უფრო მაინტერესებს ვიდრე медали რა მინდა ფორმაში ვიყო მინდა ჩემი თავი მომწონდეს ჯავჯიმა რაღაც პატარა სეპარაციებიც მიჩანდეს მაგ ფორმის ვერ მოგიდა რა მოგიდა მაგ ფორმის ვერ რა ფორმა უკვე ოსტა ნახე ხა მე დავიწყო მომზადება ისევ წელიწად ნახევარი ფარმაზე ვიყო წელიწად ნახევარი რეჟიმზე ეხლა ერთი წელი უჭველი მასისთვის დამჭირდება მინიმუმ ერთი წელი ისევ მაგრამ ეხლა უბრალოდ იმდენი ხანია არაფერი გამიკეთებია რომ მაგრად იმუშავოს დარწმუნებული ვარ და წელიწად ნახევარი მინდა რა და აი ჯერჯერობით ეს წელიწად ნახევარი თითქოს ვერ რა თან ეხლა ხო ხვდები მე ადეთუგიან ბავშვის ამბავიც მოგადგება კარზე თან დაოჯახდა აა და იქნება პატარა ეს ბადიბილდერი არა მე ზოგადად ეგრე ვარ მაგ ხრივ გაწყობილი რომ ყველაფერში გორჩი ამოვდგები ყოველთვის რაც არ უნდა გადაწყვეტოს ფეხბურთს გადაწყვეტოს ბოდიბილდინგს თუ რასაც გადაწყვეტოს უბრალოდ ჩემი რჩევა აი რას მოკვირდები ხოლმე იცი ხანდახან რომ აი
პროფესიონალებს რო შეეკითხო, უმეტესობა, გინ კალათბურთელი იყოს, გინ ბოდიბილდერი რა. და რო შეეკითხო, რომ შენ ბავშვს თუ ურჩევდი იგივე პროფესიას, გეტყვიან რომ არაო. ბიჭო, იმიტომ რომ სირთულე ხო რა, ანუ მარც მე არ ბოდიბილდინგს. აი, ყველაზე ნაკლად ბოდიბილდინგს ურჩევდი რა, იმიტომ რომ შენ უკვე როცა გავლილი გაქვს ეს ამბავი და იცი რა ხდება აქ. შენ იცი რის მიდიხარ, მაგრამ არ გინდა რომ ხო, ეგ არის რა. შენ ყველა ადამიანი იგივე რისთვე წავიდოს ხო? ხო და ამიტომ ესე არ მაქვს თავში ის რომ აი დავამთავრე კარიერა, არა უეჭველი კიდე ერთხელ მინდა რომ ეს ემოციები შევიგრძნო კიდე, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან ცუდი ამბები მოხდა. ყველაფერი ძალიან ცუდად დამეხა. ფრენა დამიგვიანეს, იქ რაღაც აეროპორტში გავათენე, ხარი რამის დამიჭირდა რამის. ხო იცი, არ მიშვებდნენ ვაფშე. არც ქვეყანაში არ მიშვებდნენ. იმის გამო შეცვლილი რო იყავის თუ როგორ? ბიჭო, ეროვნების გამო პირველი. ეროვნების გამო არ მიშვებდნენ. ქართველი რო იყავი, გაგაფუჭებული გვაქვს სახელი რა და პოლონეთში ვაფშე ძალიან ტეხოს. ქართველი რო ხარ და იმის გამო არ მიშვებდნენ ქართველი ხარ? რუმინეთშიც გამაჩეს, არ გადამიყვანეს რაღაცა ხო ხდებიან. ხო, მაგრამ ეროვნების სპორტსმენი ვარ და რაღაც ვერ, ანუ რა. არა, ყველაფერს არ მონახე, აი დაჯავშნილი ის და საერთოდ ყველაფერი არ გადამამოწმეს. რავი, ხან ბარგიამის დამიგვიანეს ჩემი. ამაზე ხარ, ესე იგი მე რო გამოდიოდი 2018-19 რომ მიფრინავდი, მაშინ ჯერ კიდევ ის იყო რომ აი რაღაც სპორტსმენი და ქართველი აუ გაუშვი. ესე იგი ახლა შეიცვალა, იმიტომ მე кайხანი ეგრე. არა, რუსეთში ხარ თუ არ. პოლონეთში ვხსნედი ბოდიბილდერი მეთქი და ეგრა სპორტია ვაფშეო. მე ჩემი ფოტო ვანახე და ის მეცვა ბიჭო რაღაც ორი საიზი და ეს რანაირად ხარ შენ მეუბნეოდა. მაგარი გაბიწყა ჩემი. ერთად მე რა პრობლემაც ჰქონდა ბიჭო პასპორტის ფოტოზე ცოტა ის სქელი ვარ რა სახეზე რა და იქ რომ გადამხმარი მივდივარ, მიყურებენ და მე ხო შენ ხარ და რაღაც. ცოდეთ მომა. შენს კი რა ხდება? დახრე. აი როგორ ჩაიარა მომზადებამ რა გეგმები, მოდი რა გეგმები გაქვს, ეგ გითხარი რა. რას ფიქრობ? სად ხარ, სადავარიშებ, ხალხსავარიშებ, თუ როგორ ხარ, რა ხდება შენს კინოში? მოკლედ, ნუ ხალხმა კიდე 3 წლის წინ ვიყიდე სახლი. ეხლა ეს სახლი მთავრდება ეგ ძალიან დიდი პროექტია ჩემი ძმა. ნოემბერში მთავრდება რა და კი ყველა მის ხა შენ ციცი რომ ხელხარჯი არის, მის გარემო მომტება და ყველაფერი და მაქსიმუმ თანხა რასაც შევკრო, მინდა რომ სახლის გაკეთებაში იყოს რა და მზადებას იმდენის უნდა რავი რა. და ჯერჯერობით ვფიქრობ სახლი მომთავრო, ყველაფერი კარგად დავალაგო მაგხრივ და მე დალაგებულზე დავიწყო. ანუ ესე იგი პირდაპირ ის არ გაქვს ხა მიზანი რომ აი მისთვის ემზადები ხო? არა, ჯერ სახლთან, იმიტომ რომ ჯერ სახლი პირველია ჩემთვის რა. აი ყველაფერი ანუ მზადება და თან რაღაც ისკეთ მიშო ანუ ვერ არა ვერ იცი არის რთული საქართველოში რომ სპორტით ვერ იცხოვრებ რა. როგორი მაგარი სპორტსმენიც არ უნდა იყოს, სულ ოლიმპიის დონის სპორტსმენი იყო, საქართველოს სპორტით ვერ იცხოვრებ და ყოველთვის გიწევს რაღაც სხვა გზების პოვნა, თუნდაც წვნელი იყო, თუნდაც იმდენი მიწევს ხო ბოდიბილდინგი ფული შოვება, თუნდაც წახვიდე მეცინება ხო. ეგრეა, თუნდაც წახვიდე რაღაც ბლენდერის რეკლამა გააკეთო, რაღაც ტოსტერის რეკლამა გააკეთო. არა. ყველა ვარიანტში ეგრე ხარ რა, არასდროს არ გაქვს იმის გარანტია რომ აი თან მით უმეტეს როცა დაამთავრებ კარიერას, всё, მორჩა შენ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, ანუ არავინ არ ხარ. შენ რეგისტრაციაში თანხას იხდიდი? გადიოდი ხოლმე? შეჯიბის? პროებში არა. ო, დავადი მე ორლებში ვიხდი. 800 დოლარი ზამბურში ვიხდი. მე 300 ევროს ვიხდი ხოლმე მაშინ, როცა 800 დოლარი გადავიხადე, ეხლა პოლონეთში გადავიხადე 600 евро და იმინა ძალიან და პლუს რომ მეკითხებიან, ყველაზე დიდი ჰონორარი რაც ამიღია ძმა, ჩემი პროებში რომ მოვიგე იყო 1100 დოლარი, 1200 დოლარი. მე შეიკერი ძმა. შეიკერი ვაქცე, გასულ მიაღწია. შეიკერი ძმა. შეიკერა ასე ჯირადი ისინი ენერგეტიკული. ხო, ნახე, აი უგვერთხოლ მე რა და მე მეგონები რომ მე საერთოდ არ მეკვირს, იცი რატომ მე სახელი ვიყიდე ჩემ თავში იმდენი, რასაც ვერაზოს ვერ მოკლავა. არასდროს აღარ მოკვდება. ეგრეა, კაც. ის რაც მოხდა, არასდროს აღარ წაიშლება. მისთვის არ გადის რომ ფული და რაღაც ვაფშე არ თუ ფულზეც გადიხარ ახლა სპორტისთვის რავი რა, ანუ ეს სპორტი ვაფშე ფულთან ახლოს არ არის. ანუ ფულიანი სპორტები არის, რავი, წადი თუ გაგიმართოს. ხო, ან ფეხბურთი ითამაშე თუ გამოგივა რატომაც არა. პირდაპირ მიხვდე მერიაში მიმისული ვიყავი, მითხრეს რომ არაოლიმპიური სპორტია და მაგას რაც ამ მომენტში თუ რაფერად აგიფინანსე. მაგრამ წარმოიდგინე ფეხბურთშიც რო ვიძახით ახლა ფული შოვებაო, ფეხბურთელებისგანაც ვიცი რომ რა მაგარი, როგორი რთულია რომ ნაკრებში მოხვდე და რამდენი ფული გჭირდება თავიდანვე და პატრონი რო ყავდესო, აი რაღაცა იქამდე იქაც ვერ მიდიხარ, აი გაათე, მაგრამ ბოდიბილდინგში ოლიმპია უნდა გახდე ისიც ან გახდები ან არა. ჯერ ოლიმპია როგორ გახდე? ოლიმპია რო გახდე, ეგ არის ჩვენთვის არის კოსმოსი რა. არა, ოლიმპია ну რესურსი არ არის, გენეტიკაზეც არ არის და რაღაც აი ქართველი ძმაო, ვინც ოლიმპიაზე მოხვდება საქართველოსდან, აი არ ვიცი ძმაო რა. მივალ და ჩავეხუტები მართლა, იმიტომ რომ აი მენა აი არის აი რესურსი არ ვიცი რა, რამდენად რთულია არ ვიცი. ეხლა მოდი 100-იც დავაყენებ მე ნახავად თუ ავწერ საერთოდ. ერთი მისვლას გავაკეთეთ რა. და ой. Მიდი. აუ, ლელა. აა, ჩემი. რავი. ჩემი. მის რაღაცა კადრი დაფიქსირდა. ნაჯოი მე და გადავემტრა რა ის. ო, აი.
ბევრი იყო და მაგიტო წავიდა. დავай ბოლოსო, წავიდა. კაია. დავай. მიდი. კიდე ისო, დავай, კიდე ისო, მიდი. დავай. მიაწექი. კიდე ისო, ერთი კიდე, მიდი ერთი კიდე. მიაწექი. აი, საო. კურსის შემდეგ გიგიზმო ძალიან ჩავიფუშე. და აი გაკ ყველაზე მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი დღემდე, რომლებიც აი პირდაპირ ნარკომანები არიან, იმიტომ რომ ნევს ვერ აგდებენ რა. კურსის გარშე ტიპები ვერ ვარჯიშობენ, იმიტომ რომ იციან რომ კურსის გარშე იჩუტებიან. მაგრამ ჩემი აზრით, თუ შენ კონკურენციაში აღარ ხარ და ვიღაც ტიპს არ აღარაჯიბები, შენ არაფერში არ ჭირდება. ეხლა მაინც ბიჭო 25 წლის ხარ, თო? კიდე კურსი გინდა? ეხლა მაინც წარმოგიდგენთ, რომ მე ეხლა 50 წელს რო გახდები და ტესტოსტერონი აღარ გაქვს და ძვლები გეშლება? ისედაც ამერიკაში ამერიკაში ხო დღესდღეობით 30 წლის ზემოთ ყველა ურჩევს უკვე იმას, ხიდს. ბიჭო ურჩევენ, მაგრამ მაინც კვლევა არ დევს, რომ უეჭველი ჯანმრთელია რა მაგის. აი დასტური არ დევს, რომ აი უეჭველი იმას ეუბნება უეჭველი, ანუ იმას გარანტიას ამოწევთ და მე რო ჩამოხვიდე მაგას გეუბნება. ო რა, ანთელი ცხოვრება მაშინ უნდა იბაბანო რა. ხო, ეგრეა, კი. პროსტა სანამ შეჯიბრის ემზადებ და აქტიური სპორტსმენი ხარ, ბოლომდე არ უნდა მოხსნა რა. რაღაც დოზა უეჭველი უნდა გქონდეს. და ახლა თუ გადაწყვეტავ მე რო ცოტა ხანი რაღაცა, ანუ რაღაც რამოდენიმე წელია როგორც მე ხარ, რომ დავამთავრე მეთქი ღმერთს როდის გავალ, მაგიტო ჩავხსენი რა და პირველი წელი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ აი ისე დავიკელი კუნთი და კუნთს ვიკლებდი ცხიმს ვიმატებდი, ხო ხტები და ახლა გადმოვედით. მეორე ვარჯიშზე განგაშტას გავაკეთებთ. ნუ სიმართლე გითხრა რაღაც სასწავლად არ ვარჯიშობთ და არც არ ჩვენი მიზანი ეგ. უფრო მეტად რაღაცა ერთმანეთი ვნახეთ, ვილაპარაკეთ თქვენთანაც რაღაც კომუნიკაცია გვაქვს YouTube-ის მეშვეობით. და ისე შენ როგორი საურჩო სტილი გაქვს ახლა რას აკეთებ ზოგადად შეჯიბრის შემდეგ? ბიჭო ძალიან ესეთი ანუ ეს მიწოლა მოკარჭვა რაღაცა ეგეთები აღარ მაქვს რა. ზედატანი ანუ ასე რაღაცნაირად ხო სწორად ასო. თლიანი ზედატანი ერთი ორ ჩიბიცებს ერთი ტრიცეპსი ძალიან კარგი ზო ფეგრე თავს რა ანუ ისვენებს რა თეული. ფეხებს ვაკეთებ ერთხელ გვიაში ეგეს ისე რა. და ჯამში სამჯერ ვარჩო კვირაში რა. ორჯერ ზედატანს ვაკეთებ ერთხელ კვირადას. ო ნუ ძალიან ისეთი ეგრეც უნდა იყოს ცოტა ხანი უნდა ამოასწროთ ორგანიზმით თუ სულ ჩაჭემული ხარ და ეგ არ მომწონს რომ ძალიან გრძელია რა. წავიდა. და ეს კიდე ორიგინალი ჯიმშარი კიდე. ო არის რა, ზუგენი ახატია. ხო. მაგრამ საუკუნე ვიწერდი ხოლმე მაგას ჩემი რავი და მაინც ხარისხი ფუჭდებოდა და გინდ ბანგლადეშში გაკეთდა გინჩი. ჯიმშარკმა ცოტა გაუფუჭა რა რაღაცებს. და ჯიმშარკის რაღაც დიდი ხანი არ გამომწერა ფერ, მაგრამ სიცოცხლე მე გამოვიწერე. მალე გაზდიოდა ფერში. რაღაც 4 თვის 5 თვის ჯიმშარკის საიტიდან. რაღაც აღარ მომეწონა, აი ეთქოს არ იყო ის რაც იყო მაშინ, არ ვიცი რა. მე მეხეოდა ძალიან ბევრი. გეხეოდა? და ფერით გაზდიოდა მალე. ან არ ხევდი თო მაიგას. ბიჭო აი მოდკეცილი ქონდა? არა, მაგას კი არ უნდა. აი ხანაკ პატად გაირღვეოდა, ხანაკ გაირღვეოდა. რას გამოვიდი მე თვითონაც ვერ გიგებდი. ხო, მაგან ბავში კი და იცი რა იმართებოდა ჩემსას იწელებოდა თო. აი რო ურიცხავდი? ცხელწას შეეცხადი უჭვეს. აუ თო. მაგრა იწელებოდა. ელასტიკს. არა, მაიკებს. ხო, რაც მგონი რაღაც გადუსი აქვს 30 გრამზე მეტი არ ისე შეიძლება. ორი მაიკა იყო, მატერიაც ეგეთი ქონდა რა. შეიძლება ფერი გაზდიოდა. ფერის გაუვიდა კი? ფერი გაზდიოდა ძალიან თან. ხო და რავი და არ გამომწერე კაი. ზოგი ისეთი დაჭმუჭნული იყო ხოლმე რა ვიცი მაგის დაუთოება. აუ ეგ კიდე ცალკე ის არის. აქაც ჩვენთანაც ბევრი ყიდის რა. აუ ეხლა ბევრი შეხვდებოდა ალბათ რეკლამაც და თუ მაინც და მაინც საიტიდან გირჩევნა გამოწერა შეიძლება საიტიდანაც გამოიწერო რავი. შეიძლება ორივე ცალო და ახო. ეხლა მე ის მაძოს Gym Vibe Story. შენს მე გამომიგზავნოს კი. კი. ამაზე რა სიტყვია მა? ეს კარგია. Gym Vegas-ი ძალიან მომწონს. ჯიმშარკი შორტის გამომიგზავნეს Gym Vibe Store-მა. შორტი მომეწონა, საკაიფო იყო. მეც რავი და ისე წვევები იმენა გიჟივით არის. ბიჭო რა წონაში ვიმატებ ხოლმე სულ მიხოდება. წვევებს როგორ აკეთებ? ყოველ დღე რა კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ აკეთებ წვევებს? თუ მარტო ერთხელ აკეთებ ხო? ფასტა იმდეს დავდიოდი 15000 კილო ნაბიჯი. კი არა და 15 კილომეტრს გავდიოდი ხოლმე ყოველ დღე რა და სახე მქონდა გამძვრალი. აი ეხა წვევის ხო გენეტიკური ამბავია და აი მე თუ მაგალითად არ გავაკეთე აი კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ არ მისდება წვევები. ბიჭო მე არასამ მქონდა კაი წვევები. გავზარდი, არასამ მქონდა კაი წვევები. აი აქ ეხა კიდე პრინციპში ერთი მისვლა გავაკეთოთ და იქ ხო? კი. ეხა უკან სტრენჯერზე გავაკეთოთ რომ ბევრი ფიქრი არ მოგვიწევს და რაღაც მარტივად იზოლირებულად გავაკეთოთ. ისე რას ფიქრობ ბოდიბილდინგზე აი რა მაინტერესებს შენ განიცი რომ აი რაც დაიწყე ხო უკვე სტაჟი გაქვს როგორც ბოდიბილდერს, როგორც გამოსულ ბოდიბილდერს და რასაც ფიქრობდი გაამართლა შენმა ფიქრებმა ბოდიბილდინგზე თუ გააქვს რამე იმედგაცრუებები, რამე წყენები ბოდიბილდინგს უგულისხმობ, ან ბოდიბილდინგის მიმართ, როგორც სპორტის მიმართ. რამე გაწყენინა ბოდიბილდინგმა? სხვა შორის მგონი რომ არა. არა. ანუ ჯერჯერობით არა. ესე იმედებს გიმართავს, რაც
ხო რა ნუ რაც მაქსიმუმს როდებ იმის შესაძლებლად იმის შესაძლებლად ვიღებ რა ნები ანუ რაღაც ისე არ მაქვს ხოლმე რომ აი რაღაცა მე გავაკეთე ყველაფერი და აი არ გქონია თუმცა არ დაგიფას და არა ხო არა ეხლა წე ბათუმში პროზ რო გავედე ვიცი კაცო რომ არ ვიყავი რა იმათ შედარებით არა მეტი სამუშაო მაქვს ეგეც ვიცოდი და ანუ ზოგადად სიმართლე ვთქვა ვიცოდი პროცესსაც ვერ ავიღებდი რა просто მინდოდა კიდევ ჩემპიონი დაამატებინა და კიდევ ერთი ის გამოცდილება მქონოდა რა და ხო ნუ იცი არის ზოგადად ყველაზე მეტად მეზიზღება ხოლმე თავის გამართლება და ეს და ის არა არასდროს არა მე პირადად მეც კი რაღაცეები რა იყო რაღაცეები რაც აი ხო ხვდები ხა რაღაცას თუ დაკვირდები და არ გავაკეთებ რა ეგეთი რაღაც აი უეჭველი რომ უნდა ყოფილიყო და არ იყო აი ეგეთი რაღაცას ვიძახი რა და თან ჩემთვის ცოტა ბოდიბილდინგი ისეთი სფეროა რა აი წარმოიდგინე აი მაინც ესეთია რა აი სუბიექტურია რა ხო ხვდები ანუ ზის 6 კაცი ზის და მეურებიან რომ ეს გინდოდაო მე მივიდივარ იმ ტიპთან არა ეგ კარგი იყო ეს გინდოდაო მე მივიდივარ მესამე ტიპთან და მეუნება არაო ძალიან მშრალი იყავიო ეგეთი მშრალი არ უნდა ყოფილიყავიო და უკვე მე იმნები ტიპი ანუ რა გინდათ ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით მაშინ რა გინდათ და მე მომემზადები რა და მე ასაც დავაკვირდი მე მქონდა ეგეთი ამბები რა ძალიან დიდი მნიშვნელობა ტურნირზე სადაც გადიხარ რა ახლა რა შევადო ბათუმის ტურნირი და პოლონეთის ტურნირზე სადაც ვიყავი აი ყველაფერი სხვადასხვა იყო რა ჯერ ვაფშე გაგრიმოა იყო მაშინ ეგეც არის აი რა გაგრიმოა იყო ისი გადავიხადე 100 რაღაცა დოლარი გადავიხადე გავარჩ გაგრიმოში ისინი არ ქონათ რაღაცა ჩააწოვდნენ იმას გისვავდნენ და ამ ცუდად არ მინდა გამოვიდეთ ვიღაცა ქალი იყო რა არა ჩეს გადამატა და დაღლილი იყო აშკარად უსიწმენა და მორჩა ბიჭო ნახევ თეთრიო მეთქი რა მორჩა მე თხა გადავიხადე ეგ მომეც მქონდა მორჩიო კაცო რას მორჩი მე ნახევ სულ თეთრი ვიყო არაფერი არ მქონდა წასული რა და მივადო მე კიდე მორჩიო კავაში და მე არ გავჭედე და მე იქ გვერდზე მეუბნება არ არის საჭირო გააკეთებსო რა მე იქ გვერდზე ტიპი მეუბნებოდა ჭოე ეგ ამბები მეც მქონდა ძალიან ის იყო რა იქაც აწონებზე და იმაზე ხო ხდე თვალის დახუჭვები და ეგეთი რაღაცა აი პოლონეთში არ ხდებოდა იმიტომ რომ ზოგადად 10 კილო მეტია ტიპი და მაინც პოლონეთში ვიყო იცი პოლონეთის ფედერაცია იყო და საერთაშორისო ფედერაცია იყო ჩამოსული კიდე ხდები ეგ პროტანის და იმის ყველა ჩამოსული იყო და ანუ მარტო ეს ერთი ქვეყნის იმაზე ყველაფერი დამოკიდებული რა ანუ შენ გნებაზე ვერ გაკეთებდი იქ ჩემიანია და პოლონელია და იმას ვერ მისცემდი რა იქ საერთაშორისო ხალხი გიზის და ანუ ძალიან დიდი კონტროლი იყო რა იქ პონტია იყო რა მე ისე მოხდარიყო და ანუ მაგიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა რა ჩემპიონატზე გადიხარ სად გადიხარ დიდი მნიშვნელობა კი და მაგას ვერ ხვდები რომ ეს ფედერაციები რა მაგრამ ალბათ კიდიათ რა იმდენად ვიწრო აუდიტორია აქვს თუ სახელის გაფუჭება მაგრა კიდიათ რა არა ეს და ოლიმპიას ხო აი წინაწეს რო ოლიმპიადა იქ ვაფშე საგიჟეთი იყო ხო კი იქ ვაფშე სხვანაირად ხდებოდა კიდე ყველაფერი რა და აი მაგაც რა მნიშვნელობა აქვს რა ტურნირზე გადიხარ იმაზე რას ფიქრობ თმები რო ქონდა ყავაზე და ისა სიმაღლეში რო მოამატებიდეს ისა აუ რა გერმანელი როა ხო ვიცი მაიკი ხო ესე რო გავუსული ესე რო გავუსული მე გონი მაინც თავი დაუდგებდეთ ცოტა მაგაზე ხალხის გამო ის იყო მე რა ძალიან დიდი ის და ტიპი აღარ ჩასულ კლასებში და იმაში გავუშვი ბოდიბილდინგში გავუშვი ბიჭო ხო რა აი ამ სიმაღლე იყო და ამ სიმაღლე გაიჩნდა უცბად ხო მაგას უკვე უჭის რა და ეგეც იყო აი რო ხედავ რომ აი კატეგორიაში ვეღარ ჯდები წადი ანუ სხვა კატეგორიაც წადე რა ой მაგარი ცუდი მომენტია რა ვიცი რომ ეხა ეს კატეგორია მე ჯერ არ მქონია ეგ პრობლემა ბედნიერია მაგისო მე ლიმიტები მქონდა ბიჭო მე რო გამოვდიოდი შეჯიბე 7 კილო კიდე ზევიდა მქონდა და მე რო ფიქრობდი ბიჭო აუ მე რო ამ ფულმა 7 კილო დავუმატო რა გავიჩითები მეთქი ან მე მაგრესუს კლასიფიკაციის ჯერჯერობით რა 96 შემიძლია ვიყო. 96 ძალიან ბევრია ძმაო რა სიძა. მე 88 და ახლოს ვიყავი. შენი მე და ესე ხარ. აუ სიმშრალე რომ დავიწყო. ო სიმშრალე ტიროდი ხო დაგეკავ წაში. ბიჭო მე სიმაღლეს გამო ხოტიროდი, შედავ სიმაღლეს გამო ჩავტეულიყავ. რო არ გავეზავ მე ტასა. ხუსუნამით რომ მიხუდი არა ხო? არა, ლასკეში რაღაცა შეიძლება. სასადრები. ხო და მე ძალიან წვალობდი რომ მეთქი სიმაღლე თორე წონაში ვიცი. აი აქ რაღაც ფედერაციებში იყო ხოლმე ეგრე. აბა გავზომი ძმა. ფეხის წვერებზე იწევა. მთელი რაღაცით ნაკლები რო გავეზომე, სხვა წონა მიწოდა ვაფშე და უკვე რო 80 და რაღაცა გიჭიო წონა, უკვე ვერ ჩაეტევი რა. ასე გიჟი. მე ბოლოს აი პროსადას მოვიგე. მან იყო ტიპი, კაროჩე, რო უყურებდი ტიპს, აი როგორი ბოდიბილდერი იყო, იცი, აი კაი ძიმე ხო, კაროჩე ერთი იყო 105 კილო რა და ვა მეთქი ბოდიბილდერები რა ხოძი არიან მეთქი, უცბად ჩემთან ერთ არის ჩდება ტიპი გახურების დროს და რანაირად ჩაეტია ბიჭო X ტონაში მეღადავები ამ სისულელე ძმა. მაგრამ შუს ერთი რაც შევამჩნე იყო რომ აწონებზე რომ მივდიოდით ხოლმე რა ბიჭო ესე პირდაპირ დაინახავდი ტიპს, ჰა? მაინც მოუგე მაგას. ამ ტიპი ხო ხდება შეხედავდი ხოლმე აწონებზე ბიჭო მე თუ მეშინოდი ხოლმე ისეთი ტიპები იყვნენ რა სცენაზე გამოდიოდი სცენაზე არაფერი აღარ იყო რა. და უცნება 20 იყო და დღემდე გარი ოლიმპიის სცენაზე გავიარო. 20 იყო. და დარწმუნებული ყველა ქართველი ბოდიბილდერის უცნებაც ეგ არის რა და მოგთხილობა ჭირდება მაგ უცნებას. არ არის მარტივი ამბავი. ძალიან რთული ამბავია, აი ძალიან.
რესურსი უნდა არა, ერთი ვიდეო შემხვდა რა. რომ კაროჩე ის არის. ცხრების ფარა არის რა. და ხიდია გადასასვლელი, მდინარეზე გადადის ხიდი რა. ხო და ამ ხიდზე ეს ამ ცხრებს ეშინიათ გადასვლას რა. ხო და ეს პატრონი მივა ერთი. ცხვრის ფარის ისა წემსი რა, წემსი უბრალოდ. და ამ ერთ ცხვარს აიღებს და ძალით გადაიყვანს ხიდზე. და გაყვებიან ეს ცხრები. ცხრები უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, იმიტომ რომ ეგეთი ვიდეო იყო და 2018-ში პრო რო გავხდი ძმაო, იქამდე არავინ პრო არ იყო და 2018-ის მერე ყველა პრო იყო. იცი რატო? იმიტომ რომ არ შეეძლოთ, იმიტომ რომ დაიჯერეს რომ შესაძლებელი იყო. აი ეგ არის. შენ და დაიჯერე რომ შესაძლებელია. თუნდაც ოლიმპიაზე გასვლა შესაძლებელია. უნდა გჯეროდეს მაგის. შენ თუ აქ უკვე დაუშვებ, რომ მე შეიძლება ვიდგე, შენ უკვე მანდ გახარ. მე მაზონ ხომ მოგებაზონ ხომ მაგას რა. თუ უკვე იმისთვის მიდიხარ რომ აი ვერ მოვიგებ, მაშინ ვერ მოვიგებ პონტი არა. ისეთი ფორმა უნდა გააკეთო, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ყველამ შეამჩნიოს, რომ შენ იმაზე მაგარი ხარ. ეგრე უნდა მიხვიდე. აი უნდა გაანადგურო რა. მაგ იმით მივდივარ ფიქრობთ აი პირველი გარეშე არა წამოსვლა არა მეთქი. აი მე ის არ მესმის. თავარი მონაწილეობა ძმა. რა თავარი მონაწილეობაში დადეგდე სარკესთან იპოზიტორი რაღა იგდრა ხარ და იმ ტიპებს ეჯიბრები. თუ ეგრე გონია. მე ეგ არ მესმის რა. ხო რა მე ჩემი აზრით თავარი მონაწილეობა არა. ჩემი აზრით თავარი მოგება. კი, უნდა ყოველას ალბათ ისინი მქონეს. არა, ანუ ხო ხვდები რა ეხა. ბევრი ქართველი ბოდიბილდერი ვიცი რომ თავარი მონაწილეობაა ძმა, ესე მე უნდა ვთქვა. გამოცდილებას ბევრს არა, გამოცდილება ნიშნავს ხომ არა ეხა. მაგრამ ანუ რახე შენ გახვიდე პირველი გიმნაზს, მაგრამ ვერ აიღო, იქ გამოცდილება, მაგრამ რო გადახალ ყოისო რომ არ მინდა, აი ვერ მე კიდე ისი არ მესმის, იცი რო იძახიან რომ ისა რა ქვია. მე სხვას არ ვეჯიბრები ძმა. მე საკუთარ თავს ვეჯიბრები. საკუთარ თავს მე ყოველდღე ვეჯიბრებოდი მომზადების დროს და როცა მოვიდა სცენაზე, სცენის დრო, მე უკვე იმათ ვეჯიბრები ტიპებს. საკუთარ თავს უნდა აჯობო. მე საკუთარ თავს ყოველდღე ვჯობდი, როცა დილით ვდგები, კარდიოს ვაკეთებ, კვებას ვიცავ, ადრე ვიძინებ, მე უკვე ვაჯობე ჩემ თავს. მე ხა უნდა ვაჯობო იმ ხალხს. მე სპეციალურად შევდივარ ხომ, სადაც გამოდიოდი მათ გვერდებზე რა. და ვინც გამოდიოდა და ორჩი მათ ვსტორებს ყურე ხომ ყოველდღე რომ მეთქი აი ეს გამოდიოდა მქონდა გაკრო. სანამ შენ შორს არ გაიხედები და იმათ ყურებას არ მორჩები, რომლებიც შენს გვერდით იდგნენ მართლა და რომელიც ნართას შენ რეალურ კონკურენტებად არ უნდა ხედავდე, იმიტომ რომ სოფიო რამხელაა წარმოიდგინე, ჩვენ რო ერთმანეთს არ შევეჯიბროთ, რამდენი ადამიანი ყავს წინ, ვისაც უნდა ვაჯობოთ. სანამ მაგას არ გაიაზრებენ აქ ჩვენთან ქართველები, იქამდე სერიოზულ ტურნირებს ვერ მოიგებენ და ფაქტიც არის ვერ იგებენ. რომელმა მოიგო ბოლოს აი ძალიან სერიოზული ტურნირი. აი შენ კაი ტურნირი მოიგე ძალიან, ბაზარი არა. კიდე ვინ მოიგო კაი ტურნირი? რობაქიძე მოიგო მაგარი ტურნირი. არის ბოლო პერიოდში აი ერთ წელში რამდენი ბოდიბილდერი გახდა ჩემპიონი. კარგი ჩემპიონატი მოიგო. ხო, მინდია ჭინჭარავმაც ელიტ პრო გახდა, მაგრამ ნახე 1 2 3 აი თითებზე ვითვლი. ხო, არა კი. თითებზე ვითვლი. განაისრო აი ამან კიდე იმან ეხა ისე მზადება, ეხა იმან მოიგო იმან. ძალიან ცოტანი ხართ. ძალიან ცოტანი ხართ. რეალურად რა. ჩა, იმიტომ მე ჩემს ბევრი აღარ მზადება თორე ის კი არა. მე რა არის, იმიკურს ხომ, მე ბოდიბილდერს ყოველდღე სატო არ აქცევ. ძალიან ერთი მიაქცევ ყოველდღე 5 სპორტსმენი ხართ. აღარ ვინ მოგახსოვს ყოველდღე? სახელმწიფო და რო ითხოვ დაფინანსებას და 5 სპორტსმენი გამოვიდეს შეჯიბრზე? რა დაფინანსებას მელაპარაკები? სულ არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მე ბევრმა მიღალატა ძმა. თავის დროზე ძალიან ბევრმა. ცუდი რაღაცეები იქნეს. იმედი გაცხრევები ახლა? ეხლა ყველგან არის ხო, რა თქმა უნდა. არა არ გავბოროტებულა რა იმ თავარი რა არის არ უნდა გაბოროტდე თუ გაბოროტდები ადამიანი მე ისევ შენ თავს არ მეინტერესო ჩემს რას ლაპარაკობენ სიმართლე რო გითხრა просто ვიცი ლაპარაკობენ და მე ჩემს საკვებს ვაკეთებ რავი არის გამო არც ვიდეოს გადაღება შემიწყვეტია და იმედები შეიძლება გაგიცურდეს და ვიღაცეებთან შეიძლება ვეღარ მეგობრობდე რა ან ხდება ხოლმე შეიძლება ბავშვობის მაკაცი იყოს ბავშვობის მეგობარი და ვეღარ მეგობრობდე მაგრამ არ უნდა გაბოროტდე ან ბოროტი არ უნდა გახდე ადამიანი ანუ არ უნდა გაგიხარდეს რომ რაღაცა ცუდი მოუვიდეს და კარგი რომ მოუვა არ უნდა გიწყინოს რა ეგ არის წავიდა აი საო აი ეხლა დღეს ვარჯიშის მხრივ რაღაცა საკითხი ვარჯიში არ გამომივიდა, მაგრამ შო არც ქონდა გეგმაში რა უფრო რაღაცა ცოტა სისხლის შევავს. საუბარი უფრო მინდა. ხო რა, ხო და ეგ არის მოკლედ, მაგრამ ჩემი აზრით ბოდიბილდინგი მაინც ასე თუ ისე კი იძახია რომ გუნდური სპორტია, მაგრამ ჩემს და არ არის გუნდური სპორტი, ინდივიდუალური სპორტია. მეც გეთახმება მაშინ. იმიტომ რომ დგება მომენტები, ისეთი რთული მომენტები, განსაკუთრებით დიეტის დროს, განსაკუთრებით ფარმაკოლოგიის დროს, ხო აგრესიული ხარ.
დგება ისეთი მომენტები, სადაც საყოთარ თავთან მარტო რჩები და ეკითხები შენ თავს, რომ გააკიდე ტრაკი გააგრძელო? აი მან დრას პასუხს გასცემ შენ თავს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე სხვაშორის ეგ მომენტი არ მქონია, მე უფრო აი ნერვები, აუ მე ცუდად ხოდა ძალიან ნერვები. ანუ აი სულ რაღაცას გახიზენ ვიყავი, სულ რაღაცაზე ვიყავი. აუ, ვეღარც ვიღიმებოდი სიმართლე რომ გითხრა რა, აი. ბოლო პერიოდს ვიზახი, ხო ალბათ, ძიმე პერიოდს. ხო, ანუ რა, ესე ჭამდი და უკვე საათს ვითვლიდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მელია. 5 წუთი ნიშავდიო წყალი, ახლა ერთ ყურბი დავლიო და აი ეგეთი სიგიჟეები მქონდა უკვე რა. 11 საათი გახდებოდა უიძილის დრო, სიო გადავაგდე, მელატონინი სიო დავიძინე. 6 საათზე დავაყენ მაგოძა რა, ავდექი, კარდიოზე გავედი, აი სულ ეგრევე. ანუ ავტომატურად უკვე რაღაცა ავტოპილოტზე ხარ რა. ჩემთვის ბოდიბილდინგი ყოველთვის ფულზე მეტი იყო. მე გადა წინა წელს ოლიმპიადაზე მივდიოდი 50 ლარს წავედი. ასე ხარ. 50 ლარის და გადავეცი ხო რა, ცხოვრებაში რაც სპრავა მაქვს, ჯარი არ მოსვლა და ბოლო თვის წასვლა და ორჯერ მომივიდა. დაგაჭირეს ხო, იმინე და ეგეთ რაღაც ხდება კაპიკები მარტო ბოლოს უკვე ისე გაქვს რა. მეც მქონია ეგეთი მომენტი კი, ეც მქონია ეგეთი მომენტი. გიჟები არ გიგონოთ ვინმეს, просто რაღაცა ის აქვს რა მაგას. თავისი მიზანი რა. უბრალოდ მაგრად უნდა იდგე, ბოროტ ადამიანებს არ ნაუსმენ და ბოროტი ადამიანები უნდა ჩამოიშორო, აუცილებლად უნდა ჩამოიშორო. ხო იცი, გაჭირვებაში გახებს ადამიანი როგორია რა და ხინში ეხლა ისედაც რომ მოიგე და ყველა მოგილოცავს რა, გარეთ შეიძლება просто ვიღაცა მოგილოცოს, ნახავს ვიდეო და მოგილოცავს, ყველა მოგილოცავს და просто გაჭირვებაში როგორი ის იქნება ეგ ის არის რა. იმ რთულ მომენტში. მან ნახავ რეალურ ხალხს მან ნახავ რა. მან დაგანახებს რეალობა, შენ თავინ არის შენი კეთილი ადამიანი და რავი, არც გილოცავში შეიძლება არ გულისხმობს ბევრი გილოცავს. რა იცი, ხო? ზოგი რატო გილოცავს, იცი? რო აი მე არ ეგონოს რომ შემშურდა ან რამე, აი მაგეთო გილოცავენ რა. გულით კი არ გილოცავენ, ეგ არის ვალდებულების მიზნით მოლოცვა რა, რომ აი რო არ მიულოცოთ ეხავს რა, მაგრამ მამეთ კი მკიდია, მაგრამ რო არ მიულოცოთ ეხავს. ისეთი ვარ ჯარ მომივიდა, მაგას ამაგეროთ რაც რავი გვინდოდა ვილაპარაკეთ, კიდე იქ ცალკე ხო რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ. რას ისურვებდით ისე ერთად? რა შეიძლება ჭამები აღარ შემიძლია. ის ვიდეო გადავიღე რა, წაიგდე. ეგ ძალიან კაი. მაშინ ეგ გავთქვი. კი, შეიძლება ძალიან კაი ვიდეოა. ძალიან საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ და ამისათვის რა თქმა უნდა ახლა უნდა გამოიწეროთ, ხო? ამიტომ რავი, მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, დარწმუნებული ვარ. სასიამოვნო საყურებელი იქნებოდა და მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ მართლა საერთოდ ჩავსვა ახლა ის ფოტო, აი 3 წლის წინანდელი. 3 წლის წინანდელი ჩასვლა და 5 წლის წინანდელი ჩასვლა. ყველას ამატერებს გისურვებთ. ძალიან მიხარია ხოლმე კომენტარებიც, ვიდეოზე ლაიქებიც, აი ხო მნიშვნელოა, მაგრამ ძალიან ასწორებს რა. ძალიან კაია. მე კომენტარებს ვკითხავ ხოლმე სულ და სულ პასუხობ ხოლმე რა. და ყოველთვის არ შევა იქნება და ვკითხავ ხოლმე, ასე რომ ნებისმიერ რამე არ მოგირო დააკომენტარეთ. კი. და ისიც როგორ მოგეწონათ ვიდეო? რას ფიქრობთ, რა ცუდა პინტო? მე მართლა რასაც ფიქრობ, ეგ ვთქვი, ანუ. ცუდად ჟღერდა, კარგად ჟღერდა, ცუდი იყო თუ კარგი იყო, რასაც ფიქრობ ხოლმე, იმას ვიზახი. არაფერი ისეთი ანუ არ არის ისეთი თემა აქ სპორტში, რომ რამე დასამალი იყოს. პირიქით სპორტში რაც რო ღიად ილაპარაკებ, უფრო განვითარდება სპორტი, სპორტის ნაწილი, თუნდაც ცუდი ნაწილი რა, რაც უფრო გარკვეული იქნება, უფრო განვითარდება და უკეთეს და უკეთეს გამოვა. ამიტომ რავი. გიგი შენ მადლობა რომ გამოხვედი, რომ მოხვედი. კარგი იყო და რავი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და კომენტარებს ვუღდებით.